მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ხუთშაბათია 21 საათი და მოკლედ ეს არის მადის აღმძვრელი პოდკასტი. აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, უყუროთ, იაქტიუროთ, დაალაიქოთ რა თქმა უნდა და გამოიწეროთ პირველ რიგში. დღევანდელ ჩემს სტუმარს რაც შეეხება, თამუნა მუსერიძეა, ჩემთან ერთად. გამარჯობა თამუნა. როგორ ხარ? შენ მადლობა, რომ გამოგვიყავი დრო. შენ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ხა შენ სტუმრიანობაში ხარ, შენ პოდკასტებში ხარ. კი ბატონო. ხო, რა შვები? აი შაურმის ხათით მოვედი. ხო, აი. თქვა, უკვე რასაც ჭამთ. აი, გაიგეთ უკვე დღეს რასაც მივირთმევთ. სხვათა შორის ხო იცი რომ არავის ესე არ უჭამია შაურმა. ანუ პირველად ჭამეთ, מחარა რომ ყავდა, პირველი სტუმარი ის იყო შაურმა არ არის, აი ფალაფელის სენდვიჩი თუ რა ვიცი, რაპი რა, რაღაც ეგრე, მაგრამ აი კონკრეტულად შაურმას დღეს პირველად ჭამ და ჩავიფიქროთ სურვილი. რატო არ ჭამ? არ ვიცი, რაღაცა უფრო აი ხშირად გვიჭამია პიცა, სუში, რაღაც მსგავსი, თუნდაც აი მჭადი ყველი, რაღაც ეგეთები. აი შაურმა არა. ხო და თან მეც მოშებული ვარ და მეც არ ვჭამე დღეს. მოამზადე კუჭი? კი. კარგი. მაშინ სანამ გადავიდოდეთ სხვა თემებზე, უცებ მინდა შენც გაგაცნო და ჩემს მაყურებელსაც შევახსენო ჩემი სპონსორი კომპანია ბომბარი, პრემიუმ ხარისხით დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები, რომელიც შეგიძლია რომ შევიძინოთ სპარში, ფრესკოში, აგროჰაბში და ევროპროდუქტშიც ახლა უკვე. და თუ მოგინდა საღამოს ჯანსაღად ტკბილეული ისე რომ სინდისმა არ შეგვაწუხოს. მაწუხებს სინდის. ხო, მეც. ხო და მოკლედ შეგიძლიათ რომ მიირთვათ და ამასაც დავაგემოვნებთ მე. კი ბატონო. ახლა კი ჩემი თემატიკიდან გამომდინარე და უკვე გავაჟღერეთ რომ შაურმა გვაქვს დღეს მენიუში. უკვე მოვიდა ჩვენი შაურმა და თუ შეიძლება რომ შემოგვაწოდოთ და გავბრდოვნათ. დიდი მადლობა. მოკლედ, wrap-up-მა გამოგვიგზავნა ეს შაურმა. wrap-up-ი მდებარეობს თამარაშვილის და ყაზბეგის კვეთაში, ჩემო მეგობრებო და იმედია გემრიელი იქნება. ხო, მე როგორც გამიგია, ძალიან გემრიელი, კარგი შაურმა აქვს. ნახოთ. უხახოთ და უწიწაკოთ. ერთი წამი აქრეებიან ხელსახოცი. აჰა, უწიწაკო, ინებეთ. ეს შავი რატო, ესეთი პურით არის მეგონი დამზადებული. საინტერესოა. ჯოს ჩემს უხახო და უწიწაკოა და აბა გაგუმარჯოს. ნახოთ. განგემრიელი კი არის. თქვენს გამოიძახეთ ახლა მაყურებლებო და ჩაუჯიხით ჩვენთან ერთად შეჭამეთ. კაია. აი, ძალიან დიდი მადლობა wrap-ups. მგონია რომ ყველაზე სწრაფად ჭამ დედამიწის ზურგზე. რა მაგარია, მე კიდე ბოლოს ყველა მე მელოდება ხოლმე ბოლოს და შენ. არა, ყველას ველოდები მე. ახლა მალე შეჭამე. 20 კაცი რო ვიყოთ, პირველი მივამთავრებ, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ სწრაფად რო ჭამ, კუჭი ვერ აღიქვამს, ანუ ვერ ასწრებს გაანალიზებას, რომ უკვე სავსეა და მე კიდე კიდე რო ჭამო. და მე რა მაქვს გაგებული და აშკარად მართალია, რომ ნელა რო შეჭამ, უფრო ცოტასაც ჭამ შესაბამისად. იმიტომ რომ კუჭი აღიქვამს უკვე რო აივსო და გეუბნება თავის დროზე, რომ ფეხბურთი ჭამაო და ეხა ერთ იმას რო გადაყლაპავ ერთ შაურმას. ხო, ისე არა. შენ მე როგორც ვიცი, საჭმელების კეთება გეხერხება. კი, ყველაფერს ვაკეთებ აბსოლუტურად. აი ყველაზე მეტად რა გეკომფორტულება რო გააკეთო? საცივი. გიყალ ძალიან. შენ რამე განსაკუთრებული რეცეპტი გაქვს შენებული თუ გამომდინარე რომ მე ვარ იმერელი ქალის გაზრდილი და მგონია რომ იმერეთში რომ აკეთებენ საცივს ესეც ვერსად ვერ აკეთებენ. და ჩემი განსაკუთრებით გემდელსაც საკეთებდა და მისი რეცეპტით ვაკეთებ. ოღონდ საცივი ჩემ ოჯახში არის ყოველთვის ზამთარში ზაფხულშიც ანუ არ არის რაღაც. ახალ წელს ვაკეთებ ძალიან დიდ რაოდენობას, იმიტომ რომ სხვებიც ვთხოვე რომ გავუგეთო და ბევრი ქვაბით ვაკეთებ და რომ მე ვუგზავნი, ხო. მაგრამ ამბობენ რომ განსაკუთრებით გემრიელია. აი რამეს უკეთებ, აი სანელებლებს რამეს. ძმარს დარიჩინს. დარიჩინს. სხვა შორის მე დარიჩინი არ მიყვარს, ეს აი ყავაში უკეთებენ საჭმელში, აი ჩემთვის აქვს ძალიან მძაფრი გემა, მაგრამ აი საინტერესო იქნებოდა საცივში. ხო.
აი დაკრავს ალბათ სადღაც აი ნუ იცი ბოლოსკენ. არის რაღაცა ოდნავ აი თუ შეგიძლია ესე გემოები ბევრი გემო განასხვაო რა ამ შემთხვევაში განასხვავებ. მას მერე რაც ვიპოვე ოჯახი, გვაქვს დიდი ესეთი კონფლიქტები ამ თემაზე, იმიტომ რომ სამეგრელოში საცივს არ ადუღებენ. და როდესაც ჩემ დას რო გავასენჯე ჩემი საცივი და რო წამოვადუღე საცივი და რო ატეხა კევიელი რო რასაკეთებო, მეთქი ხო არ გადაირია, ანუ ძალიან კონფლიქტები აქვს ზოგადად სამეგრელოს სხვა მხარეებთან, იმიტომ რომ იქ კატეგორიულად აკრძალულია საცივის ადუღება. თავს ბაჟესავით არის, ხო? ნუ მე თუ მკითხავ, ბოდიში, ის საცივი, რასაც ისინი აკეთებენ, არის ბაჟე. ხო. და რასაც ისინი ბაჟეს უწოდებენ, არის უფრო ხარჩოსავით რა, ადუღებენ და იმერეთში ხარჩო იციან ბრინჯით, სვანარი ხორცით, აი ბრინჯით, ნიგვზით და ნუ ასე ბებიჩი მეს ეკეთებდა. სამეგრელოში ესე არ არის, ამიტომაც, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ საცივი უნდა ადუღდეს. ხო, ხო, ისეთი ის არის რეცეპტი. რა ვიცი, ალბათ უფრო საციურად ეგრე გამოდის შეიძლება, მაგრამ სამეგრელოში მეც ახლა მეგრელი ვარ, მეც ახლა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ხო მე რო გითხრა საცივზე არ ვგიჟდებ. ხო და ამიტომ არ ვიცი, აი დუღდებოდეს, არ დუღდებოდეს, აი არ მაინტერესებს. მაგრამ მეგრელი ხარ, გოგო, წრას გიზავენ ხარ ხვდები? არ მაინტერესებს როგორ ამბობ ასა. არ მაინტერესებს. არა, მაგრამ აი ხო, არ ვიცი. ელოდე. შემოწევას. აი დეიდა ჩემა ისეთ საჭმელების კეთება იცი სამეგრელოში, იქ რო აი მართლა აი არასოდეს არ დაგავიწყდება მაგის გემოები რა და აი საინტერესოა ხა დეიდა ჩემი აქ რო იყოს უცებ რას მეტყოდა. მიდი დარეკე, მიდი. გადაცემას წერ. და გეხვეწები ეხლა სპიკერზე ხარ და მაინტერესებს საცივი უნდა ადუღდეს თუ არა? ჩვენ მეგრულ საცივს არ ვადუღებდა, ის არის ხარჩო. აი, всё, ეს გვაინტერესებდა. ანუ არ უნდა ადუღდეს. არა. საცივი მეტოქია, მაგრამ ცივად არის. კაი ბატონო, მადლობა. კაი, მიდი კოცნი. ნახე, ცივად კი არის, მაგრამ ადუღების მერე ვაციებ, რომ კარგად ჩაუჭრდეს ხორცს წვენი და უნდა მიირთვა ცივად. აჰა. მაგრამ შენ მაინც მანამ გაცივებული იქნება ესე ადუღებ, ხო? კი, უნდა წამოდუღდეს. აი, ხო ხედა, უკვე აი წამოვიდა კონფლიქტი, პატარა დაიძაბა სიტუაცია. მოდი განმუხტოთ ახლა. იცი რა მაინტერესებს, რა არის ის სამი კერძი, რომელიც აი სულ გენდომება რომ ჭამო და არ მოგბეზრდება. ერთი საცივი ვიცით აშკარად. ყოველ დღე შემიძლია ვჭამო შემწვარი კარტოფილი. მეც. ნუ ესეთი კერძი, რომელსაც სახში კეთდება, ასე ვთქვათ, რომელიც შემიძლია ყოველ დღე ვჭამო არის ნიგუზიანი ბადრიჯანი. ვაფრენ, აი ძალიან მიყვარს და ოლივიე. შემიძლია ყოველ დღე ვჭამო. რომ მოგზაურობ ხოლმე. აი რომელი ქვეყნის სამზარეულო ვთქვათ იტალიის გარდა არც ერთი ქვეყნის სამზარეულო არ მომწონებია. რო გითხრათ რომ ეხლა რაღაც ვაგემონებს და მაგისკენ ვარ მიდრეკილი, არა, როდესაც მივიდოდი ხოლმე ჩემი და კარი მაგათად რომ სხვა ქვეყანაში რომ მიდის, პირველ რიგში ეძებს რესტორნებს, სად მივიდეს, საკვებს და მე არ მაინტერესებს. მე უფრო მაინც დასათვალიერებლად მივხვდა რა. მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს გერმანიაში დონერი. ოღონდ ეს დონერი არ არის გერმანული, ანუ რეალურად თურქები აკეთებენ. მე მგონი ვიცი რა დონერზეც ამბობ. კი. და ძალიან გრძელი რიგი რო დგას, ხო? ანუ იგივე შაურმა. ბერლინშია ეგ, ხო. იგივე შაურმა, ოღონდ კეთდება დიდ ფურში. და ბევრი სხვადასხვა соусია და ლიმონები დამატებული და ნუ ძალიან გემრიელი. კი, სხვათა შორის ახლა წინაზე მყავდა ნათია თოდუა და ნათია ყვებოდა ზუსტად მაგაზე, რომ მეთქი ბერლინში რა მოგწონს მეთქი რასაჩველი და ზუსტად ეგ გაიხსენა, რომ აი მეც ჩავდგებოდიო ერთი ვიფიქრეო და მაინც მე არ გინანეო რომ ჩავდექიო და კიდევ რომ მომიწო კიდე ჩავდგებიო, იმიტომ რომ ძალიან
გემრიელი არისო და ძალიან. აი იტალიაში რო ვიყავი, რო გითხრა რომ ხა განსაკუთრებით რაღაც გემრიელი და განსხვავებული იყო ხა პიცები ან სპაგეტები. ქართულისგან არა, იმიტომ რომ ქართველებს ძალიან კარგი ხელი გვაქვს და მართლა ძალიან გემრიელად ვამზადებთ. ხა აქ როგორი ბოლონეზეც მაგ ნაჭამი, ეგეთი არ მაქვს იტალიაში მართლა ნაჭამი. მეც რო ვიყავი იტალიაში და აი რო დავჯექი და აბა მეთქი შევუკვეთოთ ხა პიცა და რაღაც და აი ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი. მაგრამ იქაც უნდა იცოდე რა ადგილები, სადაც ახლა ტურისტულ ადგილებში არ არისო რა ისეთი გემრიელი რაღაცა განსაკუთრებული ადგილები უნდა იცოდე. მილანში არ ვინახავს, მაგრამ აი ფლორენცია იყო ერთადერთი, სადაც აღმოვაჩინე, აი სუფთა იტალიური, იქ მართლა გემრიელი პიცა იყო, მაგრამ აი ქართველებისგან დიდად რო გითხრა რომ გემოებით, გემონური თვისებებით განსხვავდებოდა, არა. არა, ხო. ჩვენც კარგად ვამზადებთ. ძალიან კარგად ვამზადებთ. და ხო, ქართველებს ძალიან კარგი ხელი გვაქვს, აი ეს როლი გვაქვს და კარგად ვაკეთებთ ძალიან რა. ანუ რაღაცა ის არ მოხდენია შენ. ესე შენ ვეძებ რა ხან გაქვს დაკავშირებული ეს სიტყვა, #რომელ კერძს აღმოაჩენდი, რო არ იცოდე რომ არსებობს. ან მოძებდი, რომელ კერძს მოძებდი და აი რო იტყოდი რომ აუ რა მაგარია ეს, ვიპოვე. აჯაფსანდალს. ხო? გიყვარს ეგეც. ჩემი გაკეთებული მიყვარს ოღონდ. შენ როგორ აკეთებ? მე ვწვავ ბადრიჯანს ცალკე. ყველაფერს ცალ-ცალკე წავ? ცალ-ცალკე წავ ყველაფერს და მე ერთად. დედაჩემიც ესე აკეთებს. მე დედაჩემიც ესე აკეთებს. თუ სხვანაირად გაკეთა, ანუ ჩაახალტურა. ცალ-ცალკე წავ, ცალ-ცალკე თუშავ და მე ერთად ვატუხე. ხო. და მე მიყვარს შემწვარი კარტოფილიც რო აქვს. ძალიან აუცილებლად კარტოფილის გარეშე აჯაფსანდალს არ ვჭამ. ანუ კარტოფილი რა გააჯაფსანდალს შემთხვევით აჯაფსანდალს. ხო, აი, ოღონდ მოხარშული კარტოფილი კი არა, აი ცოტა შემწვარიც რო არის. ოღონდ ბევრი კარტოფილიც არ უყვარს, მე მგონი, იმიტომ რომ მე ძალიან ასქელებს რა. ხო, მაგრამ მაინც მიყვარს. ხო, მაგრამ მე იმდენად მიყვარს შემწვარი კარტოფილი, რომ მაღაზიაზე ვარ გაზრდილი, ანუ შემიძლია რომ ყოველ დღე ვჭამო. მეც. აი, არ მექნება პრობლემა. დედაჩემის სკოლაში რა გაკვეთილებს რომ ამზადებდი ხოლმე. დეჩვენებდი რომ დედა ვიმეცადინებდა კარტოფილი შემიწევ თქო მაგითი მაშანტაჟებდა ეჩემ რომ თუ არ იმეცადინებ კარტოფილს არ შეგიწევენ. ყველას ძალიან მიყვარს შემწვარი კარტოფილი. ხო, ჩემს სტუმრებს ხანდახან ესეთ რაღაც ჩამოვაყალიბე ხშირად უსვან ხოლმე რომ აი გადატანითი მნიშვნელობით მადას რა გიღძრავს ცხოვრებაში. აი ეგ არის საინტერესო, ანუ რას უმუღამებ, ნუ ეს ცხოვრებაში რა სიამოვნებს მაგალითად, რომ რა განიჭებს სიამოვნებას, რისი კეთება. ძილი. შენ მეგონი უძილობა გაწუხებს, ხო? არა, უძილობა პირიქით არ მაწუხებს. არა? აი, ეხლა აქ რო ესე თავი დავდო, ვერ გამაღვიძებ. მე ზოგადად არ მაქვს უძილობის პრობლემა. მე დავწვევი და დავიძინებ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, არ აქვს მშობა დილა, შუადღე თუ საღამოა. იმიტომ რომ არ მაქვს დრო დაძინების. და იმდენად მაკლია დაძინების, რომ იმდენად მიყვარს ძილი, რომ ჭამაზე მეტად უფრო ძილი მიყვარს. აი რომ იყო მშიერი 3 დღის და უძინარი, დავიძინებ და არ შევჭამ. ანუ რამდენი საათი გძინავს ზოგადად ასწრებ? იცი როგორ, აი ამ ბოლო დროს უკვე რაც ბავშვები მეტნაკლებად გრაფიკში ჩავსვით 11 საათზე, 11-12-ზე ვიძინებთ უკვე მეს და ბავშვები. უი, ეგ რა კარგია. ძალიან, ხო. ნუ ბავშვები ცოტა ადრე იძინებენ, მე მანამდე გამოსავს დავალაგებ და მე დილით 8:30-მდე გვძინავს, მაგრამ არ მყოფნის. მაინც არ ყოფნის. არა, მე ზოგადად არ. ერთხელ იმდენი მეძინა და ეჩიმაში ცოცხალი იყო, რომ იმდენი ხანი მეძინა, რომ მიკიო და ეშინო და ხო არ მკვდაო. შენ მე მგონი რა არის, რა გჭირს იცი, აი დილით ძილი გიყვარს. აი ოღონდ დილით არ ვიღვიძებდე და შემიძლია რომ აი 10 ღამე გავათენო. კი, მეც ესე ვარ. მე დილის გადაცემის წამყვანი ვიყავი 7 წელი. ეს იყო ჯოჯოხეთი ჩემ ცხოვრებაში. ჯოჯოხეთი. და დილით 6 საათზე მე რო ტელევიზიაში ყოფილიყავი, ღამე 3 საათზე ვამთავრებდი გადაცემას რადიოში. ანუ 12-ზე მეწყებოდა რადიოში გადაცემას, 3 საათზე ვამთავრებდი, მივდიოდი სახლში და მე ემზადებოდი 6 საათზე მივდიოდი ტელევიზიაში. და ანუ არ გეძინა. არა, არ მეძინა და უფრო მარტივი გადასატანი იყო ეს ჩემთვის, იმიტომ რომ ბავშვი მიყავდა მე ბაღში და მოვდიოდი და ვიძინებდი საღამოს 6 საათამდე და ეს უფრო კარგი გრაფიკი იყო ჩემთვის. ანუ მირჩევნია რომ გავათენო და ისე ვიმუშაო, ვიდრე ადრე ავდგე. ხო. ანუ სიკვდილის ოფასია. სურო საღამოს 7-ზე დავიძინო, მაინც არ მყოფნის. რო დავხედავ მაღვიძარა თუ და რეკავს, აი თუ მართლა 7-ზეც რო იყო დაძინებული, რომ 7-ზე რეკავს მაღვიძარა, ავტომატურად რო აი ვერ ვდგები. არა, ძალიან მიჭირს. აი მართლა მაინტერესებს, რატო გადაწყვეტა ვიღაცამ, აი რო გადაწყვეტა რომ სკოლა დაწყებული იყო 9 საათზე, რატო გადაწყვეტა რომ დაწყებული იყო 9-ზე, ხო შეიძლება დაწყებული იყო 11-ზე. ისევე როგორც სამსახურები დაწყებული იყო 11-ზე. ცოტა ოდნავ აქეთ გადმოეწია რომ ხალხს გამოეძინა რა. და საზღვარგარეთ საერთოდ მართლა 7-ზე და ჩვენთან კიდე 10-ზე იწყება რაღაც სამსახურები უმეტესად, შეიძლება 11-იც და მე აი უძილობამ შეგიქმნა მაშინ ამე პრობლემები, ვთქვათ რაღაცა
არ გეტყობოდა ესე? არა, ჯანმრთელობის პრობლემები არ შეუქმნია და ესე არ მეტყობოდა, მაგრამ უძილობამ მე ვფიქრობ, რომ აი ეს რო გავსუქდი. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ რა გასუქდა, მაგრამ ჩემთვის ეს წონა რაც ეხლა მაქვს, არის ძალიან შემაწუხებელი, იმიტომ რომ მე მთელი ცხოვრება ვიყავი 50-52 კილო. ეხლა დიეტაზე ვარ, ამ წუთას კი მჭამ, ეხლა შავმას, მაგრამ გადაცემისთვის, ხო. თორე ზოგადად დიეტაზე ვარ, იმიტომ რომ აი ამ არეულმა გრაფიკმა ძალიან დამირღვია კვების რეჟიმი და ამის გამო გავსუქდი. ხო. და ვერაფრით ვერ ჩამოვედი, იმიტომ რომ ღამე მინდება, მაინც და მაინც ღამე მინდება. ნუ ეს ყველას ესეა. ღამე მინდება ცომეული, აი, ხო შეიძლება რაღაცით მოგინდეს. არა. აი 18 საათიანი არ გიცდია? არა, ვერაფერი ვერ მიქნებ, აქ 18 საათიანი, მაგრამ ეხლა ვარ ჭურღულას დიეტაზე და 4 კილო დავიკელი ერთ კვირაში. და რა სახის არის? აი მე 4 კილო დაიკელი რამდენი დღეში? ერთ კვირაში. ანუ წყლის ხარჯზე რა. და რა შვები აი მაგალითად დღის განმავლობაში როგორ იკვებები? ანუ ნახე მე კიდე რა პრობლემა მაქვს რომ მე ვერ მივჭამ რძის პროდუქტს, ვერ ვჭამ თევზს. ამიტომაც ეს მაწონი იოგურტები და რაღაცები ამღებული მაქვს. მე გადასული ვარ მოხარშულ კვერცხზე, ბოსტნეულზე და მოხარშულ ხორცზე. ხო, აი მოხარშული ძალიან მაგარია ისედაც. ხო. ამოვიღე მეტნაკლებად შაქარი, ალბათ 2 თვეა გაზიანი არ დამილივდა ხო პირველად რომ. გაზიანს აი კატეგორიულად არ ვიყარები. შაქარს არასდროს არ მეგონა რომ ერთ კოს შაქარზე ჩამოვიდოდი, რას ვიფიქრებ, 3 კოს ვიყრიდი. ხო. არა, აი 3 კოს კაი ხანი აღარ ვიყრი. აი 3 კოს, ანუ შუალებრივად 3 კოს. და ოღონდ დღეში 4 ჯერ ვსვამ ყავას. და 4 ჯერ 3 კოს ვხვდები და ეხლა ჩამოსული ვარ ერთ კოსზე და აი ჩემთვის ეს გავუგ, მაგრამ იცი რა, არ მეგონა თუ შევეჩვეოდე და მითხეს რომ თუ აი ცოტა ხანი თავსალს დაატან და მიიღებ და იცი როგორ მარტივად გადავედი მართლა. და რა არის, მე ის ყავაზე ხო ამბობ, უფრო ყავაზე ვამბობ ხა მე რა. მე ის ყავის გემოს თითქოს მოგწონს. ძალიან წარე როა ისეთი ყავები არ მოყავს, აი სიმჟავეში რო გადადის, მაგრამ აი ეხა მივხვდი მე კაი ხანია ერთი კოვს ვიყრით და მე ეს ერთი კოვზიც გავათხელე ცოტა რა. ჯერ ვერ მივედი. ხო, და აი მაგას უკვე რო სვამ, აი მე ეხა უკვე ხვდები რომ ძალიან კაია. აი ნელ-ნელა მიეჩვევი. აი გვირილის ჩაიმ მიქნა საოცრება. იმიტომ რომ აი აქ დამინიშნა გიორგემ გვირილის ჩაი, რომელსაც გამოაქვს ეს ზედმეტი დაგროვებული წყალი შენი ორგანიზმიდან, რაც აი ნუ სახე მქონდა როგორი შეშვებული თითები დილით რო ვიღუზებდი, ნუ მარილისგან და შაქრისგან თავისთავად რა და შეკავებული სითხისგან და გამოაქვს ერთიანად ეს. ძალიან გემრიელია. ხო, მე ძალიან მომწონს გვირილის ჩაი. და ძალიან შველის დიეტის დროს. ხوار დავიწყო ხა ისევ კაი ხა ერთ პერიოდში ძალიან შველის. გვირილის ჩაი. და ხო იცი მაინც ორგანიზმი წყალს ყოველთვის იკავებს თუ არა ჯანსაღად იკვებები და ყველა ვარიანტი ჭირდება. აი ერთიანად გამოვიდა წყალი. ნუ ერთიანად ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ გამოვიდა და ამან მიშველა ძალიან. მაგრამ აი გარშემო და ბევრი წყალი. ბევრი წყალი. ბევრი წყალს ვერ ვსვა. ვერა ხო? აი ბოთლით უნდა ატარო რა. ვერა. ვერ შვები. ანუ გარეთ თუ გავდივარ, მე ამ ბოთლით ვერ დავდივარ რა, იმიტომ რომ მე ტუალეტში გინდა. აი ეგ არის პრობლემა. მე ეხა არ მაქვს ისეთი, აი სხვათა შორის მეც ტელევიზიაში რომ მუშაობდი, მაშინ მქონდა კენჭის გავლა. ანუ საშინელება იყო და ექიმა დამინიშნა წყალი უნდა დალიო რა. მე როგორ დავლიო მეთქი ადამიანებო, რომ აი მართლა უკვე ძღოლს ვეუბნებოდი, აი ბენზინგასამარს გამიჩერ ერთი წამი. ხო, და აი მაგდროს რა შვებიან ეს ადამიანები. მაშინ აღარ ვსვამდი. ნუ რა მექნა ეხა ვერ შვებოდი ვერანაირად და როგორ მახსოვს ნემსით დავდიოდი გამაყუჩებლით და რაღაც გადაღებაზე ვიყავი საავადმყოფობის ტერიტორიაზე იქით ავლაბარში რო და აქეთ გადაღება მაქვს ერთი წამი დამელოდა და მე მივდივარ ჩემი ნემსით შევედი სადღაც იმაში კლინიკაში ხოწებდი აი ჩემი გამაყუჩებელი გამიკეთებდი ვერ ვიკეთებდი მიკეთებდა ჩემი თანამშრომელი მაგრამ იმ დღეს ახლა გარეთ ვიყავი და რაღაცა წამომიარა და ანუ წყალს და რაღაცებს საერთოდ ვერ სვამდი მეთქი აი ამით ვივლი გამაყუჩებლით რა იმიტომ ძალიან რთულია მართლა ძალიან რთული და ღამე არ შეიძლება ბევრი წყლის დალევა ღამე არ შეიძლება გამოდალიო და რანაირად ახლა დღის განმავლობაში ახლა უმეტესად ახლა მე რო გარეთ ვარ ანუ შენობაში და ხოლმსიბსეში არ ვარ აი ბავშვი მიმყავს მიმყავს სკოლაში მოვდივარ მე ანუ სკოლაში უნდა შეყრე მაშინ ხო და რთულია რა აი ან პატარა იმით რომ მიუნდა ტუალეტით უნდა იარო ხო ეს რაღაცები ქალის ისე ხო და მე ვფიქრობ რომ აი ესეთი დიეტები არის კარგი იმ ადამიანისთვის რომელიც სახლიდან გამოდის იშვიათად დიახ ან რაღაცა ისეთ ოფისში მუშაობს და საღამომდე იქ არის მართლაც და ვინ დარბის იმან არ ვიცი რა უნდა ქნას ის ვერ დალევს ბევრ წყალს ვერა ან შეიძლება მე ეჩვევა ორგანიზმი და ის ხშირად მე აღარ გიჭირდება საპირფარეშო ვაიმე ეს საშინელებაა მართლა ხო მოკლედ ძილიც რა თქმა უნდა და ყვებაც ძალიან თავარია და უნდა მივხედოთ რა თავარი არის ძილი
თავარი. თავარი არის ძილი, რომ რაღაცნაირად მე დაალაგებულიც ვიყოთ ისე და აი შენ ამბობზეც მაინტერესებს რაღაცეები. აი ამ ძალიან მნიშვნელოვანია შენ სამი შვილი გყავს ახლა და სამი შვილის მოვლად კიდე ერთი რო გყავს იმაზე რომ თან გადაყვებიან ხოლმე და სამი უკვე გონია რომ აი მეთქი სამი შვილი ვისაც გყავს აი ყოჩახ მაგათ რა ხო და ისე აი აყვანილ შვილებზე მაინტერესებს შენი აზრი რა უნდა იცოდეს თუ არა ყველა ბავშვმა რომ ნაშვილებია მოდი დავიწყოთ იქიდან რომ აი თქმა რომ იციან რომ სადაც ერთი იქაც ორი სადაც ორი იქაც არ არის ეს არა ანუ არ არის საერთოდ არ არის ეს ანუ პირველი ბავშვი მყავდა ჯერ ერთი ბავშვი მყავდა ძალიან მშვიდად ცხოვრობდი ჩვენ იმიტომ რომ უწყნარესი ბავშვი იყო სანდრო აი უჭკვიანი უფროსია სანდრო ბიჭი ხო 16 წლის არის და 16 განმავლობაში იმდეჯერ არ გაუფრაზებია რამდენჯერ ეს მესამე ბავშვი რასაც მიკეთებს 5 წლის განმავლობაში ცხოვრება გამიგდი ჭაღარა გამიასმა მაგდო მეორე იყო ძალიან ცელქი მაგრამ ეს მესამე არის აი ანუ არ ვიცი ჭერი დამხსნი ვის გავს მამამის მართლა ახლა მე საი მე რასაყვარელი ანუ და რა შვება იცი რომ აი ესე სახეში გიყურებს და აი უჭირავს მაგალითად ჭიქა დედა დავაგდო და აი ამ სობაში კიბოს ვიწყებ რომ არ და აი ასე მეყურე მე მოდის და მკოცრის და მეყურე დედიკო ბოდიში არ მინდოდა დედა გეთამ და ანუ ვერ შეჭხუბები ხდება ესა გასეცხრები ხო მოდის და მე ხო მაპატიო ჩემო სიცოცხლე ისე სიტყვებს მეუბნება რომ ცხოვრებაში არავის არ უთქვამს და ვდნები და ვერაფერს ანუ გამამწარა აი გამამწარა ხო დედა ეხა სულ სამოგჭამ საიდან არ ვიცი ხო ეთვასავლის და მოდის მე და ესე მკერავს მარა გარდა იმის გარდა ნერვებისა როგორი პასუხისმგებლობა გჭირდება რომ აი თუნდაც არაფერი არ მოაკლო იმ შენშვილეს ერთნაირად გადაუნაწილო ხო იმან არ იგზნოს რომ მე დამჩაგრეს იმას რაღაც უყიდეს იმას უყიდი ეს კი ვის მე რატო ანუ ყოველთვის ვხსენებ რომ გადავანაწილო თანაბრად ყოველთვის მაგრამ ნუ აი შეიძლება რომ ითქვა ერთ ფეხსაცმელი გაიხეს და მეორეს არ ქონდეს გახავთ იმასო რა რას ქვია აი ანუ ერთნაირად ყიდულობ, მაგრამ ნივთების ერთნაირად უნდა უყიდო პატარებს. ხები, რომ აი ამან არ გამოუწერე ერთ ფეხსაცმელი, მეორეს ზედაქვედა. და დახოცეს ამაზე ერთმანეთი, რომ შენ რატო მაისური და მე რატო ფეხსაცმელი, ნუ აი ყველაფერი ერთნაირად უნდა უწერო. ხო და აი მშობლების მხრიდან რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად ეს მოაგოროს, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრისგან გამიგია, შვილისგან გამიგია. რომ მე მიგრძნიაო რომ თქვათ ჩემი დედმამიშვილი უფრო თქვათ უყვართ ვიდრე მე უფრო აი უფროსი მაგაზე იმეშვებოდა თავიდან აი ქონდა ეს ეჭვიანობის მომენტები მეორე ბავშვი რო გაჩნდა იმას ქონდა ეს მომენტი რომ აი იმის უფრო გიყვარს იმის უფრო ყურადღებას აქცევდა ნუ ასე შემდეგ მაგრამ აი მე რაც შემეხება ეხა მე ხო ამიყვანეს და მე ჩემი ძმა გაჩნდა ხო არასდროს არ მიგრძნია რომ თქვათ ჩემ ძმას უფრო მეტ რამეს უკეთებენ და მე არასდროს დედა ჩემი კი ჩემ ძმას უფრო ისე ექცეოდა მაინც ბიჭი იყო უფრო ნუ ვერ რთული დასაპარჩილებელი იყო ჩემი ძმა ძალიან მაგრამ მამა ჩემი სამაგეროდ მე უფრო ისე ლოიალური აი გადანაწილებული ქონდათ რაღაცნაირად თორე რაც შეეხება აი ფინანსურ მხარეს რომ იმას უფრო მეტი არასდროს ჩემ ცხოვრებაში არასდროს პირიქით აი რო გარდაიცვალა ორივე თანაბრად დაგვიტოვეს ყველაფერი არასდროს არ მქონია ეს მომენტი რომ აი მეკრძნო რაღაცა. და აი შენ როგორც ეხლა მშობლის გადმოსახედიდან ზოგადად აი შენი აზრი რა სიტყოდი ამასთან დაკავშირებით აი რა უთხრა თუ არ უთხრა ბავშვს? არა, აი თუნდაც ჯერ პირველ რიგში ამაზე რომ როგორ გადავანაწილოთ არ ვიცი, არა, ვერ ვიტყვი, ძალიან მიჭირს. აი დროის გადანაწილება ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ უფროს რომ ეცახა რაღაცას უნდა გელაპარაკო, ეს მესამე ჭედავს რომ რას ქვია, იქ უნდა იყოს, უნდა დედა მოდი მე საქმე მაქვს, დედა მოდი, წყლის დალება რომ უნდა არ დგება არ და წყალი მომიტანე და ამაზე მე უფროსი ჭედავს რომ იმას ესე რომ ემსახურები მე რატო რო გეძახი და აი ძალიან მიჭირს ძალიან არ ვიცი მართლა ამ შემთხვევაში როგორ უნდა ალბათ ფსიქოლოგმა უნდა გასცერშიო მე პირადად ვერ ვანაწილებ თანაბრად ანუ ერთ დღეს ერთს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ იმიტომ რომ იმას იმ მომენტში ჭირდება მეორე დღეს მეორეს მესამე დღეს მესამეს რომ რაღაცნაირად დავაბალანსო ნუ აი გამოცდილებით რა მიიღე უბრალოდ იტყვი რომ აი რაღაც დინებას ასე ვთქვათ მივყვები და ვცდილობ რომ ოქროს შველეთი დავიჭირო ასე ვთქვათ გამოცდილება ხო ესე მოაქვს მარტო ის რომ გამოცდილებით მივიღე ის რომ უნდა შევინარჩუნო მაქსიმალური სიმშვიდე
აი ყველაზე სხვა არაფერი არ მოვდარია ჩემს გამოს, იმიტომ რომ შეიძლება ერთღაც გადავხტე და აი ერთად დიდი რომ თამუნდა დამშვიდი. აი ეს მომიტანა გამოცდილება. ეგ ყველაზე მთავარია და მე ყველაფერი დაალაგდება. კი ბატონო. კაი. ეხა იმაზეც რომ უნდა იცოდეს თუ არა ყველა ბავშვი. აუცილებლად ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს რომ არის აყვანილი. აუცილებელია ეს ჩვენთვის, იმიტომ რომ ისეთ ფაქტებს ვაწყდებით და ისეთ ისტორიებს ვაწყდებით, აი ხა ჩვენი წინა პოდკასტი რომელიც იყო რუსთავიორის ოპერატორი გიორგი შეწირული, რომელმაც იპოვა თავისი და 50 წლის მერე და იყვნენ მეზობლები. ანუ ამას რომ თვითონ ყვება რომ ჩემი ცოლიო, ვინც ყავს ცოლი, ასევე ჩემი მეზობელი იყო. ანუ ხო შეიძლება რომ დაძმა გადაიკვეთოს ერთმანეთს. თუნდაც მარტო იმიტომ რომ არ მოხდეს ინცესტი. შეიძლება დაძმა არ გადაიკვეთოს, გადაიკვეთონ ბიძაშვილები და იდაშვილები და რომ ასე ან ბიძაშვილის შვილები. ისინი არ არიან ნაცავები? ანუ ისინი სხვა ნაცავები არიან. ჯერ პირველ რიგში იმიტომ რომ არ მოხდეს სისხლის აღრევა, ამიტომ უნდა იცოდეს სიმართლე. უნდა იცოდეს გენეტიკური დაავადებები და უნდა იცოდეს საკუთარი გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი. აი მაინც ვინც არის ცოტა მწყრალად განწყობილი ჩვენს მიმართ, ყველას რომ მე რას უნდა გადაეკვეთონ და რა ის დაძმა. ამისთვის გავაკეთეთ ეს პოდკასტი ზუსტად, რომ ამ ხალხმა გაიგოს და დაინახოს და შეიმოს, რომ რეალურად დაძმა გვერდ-გვერდ ცხოვრობს. კლასელები იყვნენ რუსთავში დაძმა, ჩვენ რო ვიპოვეთ. კლასელები. ანუ ტყუპები გააშვილეს სხვადასხვა ოჯახში და დაძმა და ამ ყურამშობლებმა არ იცოდნენ და კლასელი რუსთავში ერთ მერხთან იჭდა ტყუპი დაძმა. და იგინც რომ დაღმოჩნენ რა, იმიტომ რომ რუსთაველ ქალს მოპარეს და რუსთავში გააშვილეს. იმათმა იპოვეს ერთმანეთი. არა ხო ამბობენ ხოლმე რომ ხა რო გაიგოს არ უნდა მშობელს. აი მშობელს რატო არ უნდა რომ გავიგოთ ვერ ხვდები? მესმის რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად უჭირს სიმართლეს. აი შედის იმ იმაში უკვე რა, აი უჭირს. ამიტომ თავიდანვე ნელ-ნელა უნდა უთხრა რომ აი დედიკო, აი როგორც ნინო ხაჟვამია მქნა რა, რომ დედიკო შენ სხვის მუცელში გაიზარდე, მე მოგიყვანე, წამოგიყვანე ჩვენ აი ან ძალიან ისე მინიმალურად უნდა იყოს ეს ყველაფერი მიწოდებული. ეს ინფორმაცია რომ ბავშვმა ერთიანი, იმიტომ რომ მაინც იგებს. ანუ თუ რომელიმე მშობელს გონია რომ მე არ ვეტყვი დავმალავ და მე რომ მოკდები ჩემი შვილი ვერ გაიგებს, მაინც გაიგებს. გამორიცხული, იმიტომ რომ საქართველოში ცხოვრობს ძალიან ბევრი არა, მაგრამ გაბოროტებული ადამიანი, რომელიც ელოდება ჩასაფრებულია, რომ შენ რაღაცა გითხრას. ეხლა ჩემთვის 80 ასაკში რატო უნდა ეთქვა მეზობელს, ქალს, მეგობრის დედას, რომ აი შეაყვანილო, რატო? ვინ ეკითხება? აი ვინ ეკითხება, რა დავუშავეთ, თამაშობდით უბრალოდ ეზოში და რაღაც ბურთი წავართვი მაგიშვს და ამის გამო გადაჭედა და მოვარდა და ეგეთ რაღაცა მითხრა. ანუ ხო არიან ესეთი ადამიანები. მაინც ხვეუბნებიან ყველა აზის შენ უთხარი და შეუმსუბუქე ვიღაცა ბოროტის მიერ მიყენებული ტკივილი. ხო, ძალიან რთულია მართლა. აი შენ რაც გაიგე და აი მაგის მერე ასე ვთქვათ, მეორე დაბადება შეიძლება რაღაც დავარქვათ. აი მე როგორ შეიცვალა შენი აი შენი შინაგანი სამყარო და თუ ყოფილა რაღაც ისეთი მომენტი, როდესაც აი გაბრაზებულ ხარ შენ თავზე, რომ აი რაღაცა არ ყოფილვარ საკმარისი, რატომ მომიშორეს თავიდან რაღაც. აი ეს მომენტი ქონია? არასდროს. მშობლების მიმართ არ მქონია ეგ მომენტი, თუმცა ეგ მომენტი ცხოვრებისეულად სულ მაქვს. აი მაგრამ აი მის მიმართ არ მქონია ეს მომენტი, რომ აი არ ვიღავი საკმარისი და არა. და შენი თავის მიმართ გაქვს შენ? ყველას მიმართ მაგ აბსოლუტურად. რა გაქვს? რომ აი რაღაცა არ ვარ საკმარისი და საკმარის ვერ ვაკეთებ და არ ვარ საკმარისად კარგი და სულ მინდა რომ აი უცხო ადამიანსაც კი რაღაც გავუკეთო, რომ აი დავანახო. ოღონდ იმიტომ კი არა რომ აი რაღაც დავანახო, იმიტომ არ ვაკეთებ რომ რაღაც აი მე ჩემი თავისთვის რომ აი რაღაცა სულ რაღაც ის კომპლექსი მაქვს რა, რომ აი ვერ ვაკეთებ საკმარისს. და ეს რას უკავშირებს? შეიძლება რომ ეს ქვეცნობიერად, ხო? იმიტომ რომ ეს ახლა ერთიანად არ მოსვით ბავშვობიდან სულ ეს აი ეს კარგი გოგოს კომპლექსი სულ მაქვს, რომ აი ის კი არა რომ მინდა რომ ვიღაცა მიფიქროს რომ კარგი გოგო ვარ, უბრალოდ არ მინდა რომ ვიფიქროს რომ ცუდი ადამიანი ვარ და ამიტომ ყველა რა ვინმე რამეს რასაც თქოს, ყველაფერს ვუკეთებ, რომ არ მინდა რომ იმას ეწყინოს, არ მინდა რომ გული ედგინოს, მირჩევნია რომ მე მეტკინოს და მე მეწყინოს ვიდრე იმას, მაგრამ ეხლა იცი რა დავიწყე ფსიქოლოგიური სეანსების ყურება რა და აი ამ ფსიქოლოგების მოსმენა YouTube-ზე და ცოტა მშველის რა ნელა გამოდივარ აი ამ კარგი გოგოს როლიდან, იმიტომ რომ მივხვდი რომ კაცო იმას რო უკეთებ კარგს ის მაინც ვერ ხედავს, თუ არ უნდა დანახვა, შენ რაც არ უნდა გააკეთო ის მაინც ვერ დაინახავს და მოდი რა შენ თავს მიხედე ჯერ პირველ რიგში, შენი თავისთვის იყავი კარგი ადამიანი და მე იყავი სხვებისთვის და აი ნელ-ნელა ცოტა ეტაპ სწავლობ ამას, მაგრამ მიჭირს. ხო, აი ეს აშკარად people pleaser ადამიანები რო არიან და არასაც რო ვერ ეუნებიან, მეც მქონდა სხვათა
შორის ეგ და მეც სხვათა შორის აი ეგრე ვიდეოებს ამბობს უყურე, ცოტა ვილაპარაკე ჩემთავთან რაღაცა რაღაც გაუზიარე, ახლობელს რაღაცა, მაგრამ უფრო აი ჩემთავთან რაღაც კომუნიკაციის დროს და მივხვდი რომ ეს არ არის ჯანსაღი. და იმას მივხვდი რომ თუ სხვას რაღაც ის ეწყინა, ხა იმას არ ვამბობ რომ ვიღაცას ანუ ეგ მისი პრობლემაა რა, რომ ეხლა რაღაც ადამიანს რამე უჭირდეს და ეხლა არა თქო უთხრა მაგაზე არ მომბობ. უბრალოდ რაღაცეებზე რომ ჩემი თავი დავაყენო პირველ რიგში, თქვა არ მინდა რაღაცა ამ მომენტში, არ არის პრობლემა, რომ არა თქვა რა. და მე იმას არ გზნობ, რომ შენ თავს დამძიმებულად? ძალიან. აი შენ თავი არ გეუბნება, აი ეს მელაპარაკე, აი რაღაც მეორე მე რო გელაპარაკება, რომ აი ეს რატო ქენი ეხლა რაღაც და შენ რო აქედან აი დაიკიდე. ჯერჯერობით ვერ ვარ იმ ეტაპამდე მისული, რომ ვიღაცას აი არას თქმა ვერ ვისწავლე ჯერჯერობით. ვერ ვარ მაგამდე მისული. იმიტომ რომ არ მინდა რომ ვიღაცას ეწყინოს და აი ჩემთვის შეუძლებელს რომ თხოვს ადამიანი, შეუძლებელს ვაკეთებ, რომ იმას არ უთხრა, რომ იმას არ ეწყინოს. თუმცა აი ამ ვიდეოებიდან გამომდინარე, ნელ-ნელა ეტაპ-ეტაპ ვიღვიძებ. მართალია გვიან და მეწყოს გაღვიძებ 40 წლის ასაკში, მაგრამ ნუ არა უშავს. მე რა? ხო, არა უშავს. აქამდე რომ მე ეს ყველაფერი გამithვეცნობიერებინა და თავის დროზე რომ მختارიყავი ეს მდგომარეობა რაც მქონდა, რასაც ნიშნავდა. ჩემ ცხოვრებაში ბევრად უფრო მეც მივახწევდი. ხო, უფრო შენ თავს დაუთმობდი რაღაც გზებს. მიღწევაში გულისხმობ პირად ანუ ჩემ საკუთარ თავთან მიღწევას და ხალხის მხრიდან ჩემზე დამოკიდებულებას და რაღაც წარმოდგენის შექმნას, იმიტომ რომ მე სანამ ეს პანდემია დაიწყებოდა, ვმუშაობდი რესტორნებში წლების განმავლობაში, ვიყავი წამყვანი, ვიყავი მუსიკალური ხელმძღვანელი. მე პანდემიის დროს როგორც ძალიან აი მართლა ძალიან კარგი ხელფასი მქონდა. აი ესეთ ხელფასი რომ აი ძალიან კარგად იცხოვრებს ორი ოჯახი. თან გამომუშავებითაც ალბათ ფრილანსი რაღაცა. წამყვანი ვიყავი კონცერტების და ნუ მუდმივად ესე ცხოვრობს. მე პანდემია რო დაიწყო და რო ჩამოყალიბდა ჯგუფი ვეძებ. მე ნუ ის პერიოდი ხო დაკეტილი იყო რესტორნები, კლუბები, ყველაფერი. და მე უკვე იმდენად აფეთქდა ეს ამბავი რომ მე როდესაც დამირეკეს რესტორნიდან რომ დაბრუნდიო, ვეღარ დაუბრუნდი. იმიტომ ვერ დაუბრუნდი რომ მეთქი ხალხი რას იფიქრებს, რომ დღეს თქვა რესტორანში და მღერი და წეკვავ და მეორე დღეს დავდივარ და გარდაცვლილი ბავშვების აფლავებს ვთხრი, იქნება არასერიოზული დამოკიდებულება ჩემ მიმართ და ეს ხალხი მე არ შემომხედავ სერიოზულად და ამის გამო მე ვთქვი ძალიან მაღალ შემოსავალზე და ჩემთვის ძალიან კარგ სამსახურზე უარი. იმიტომ რომ იმათ არ ეფიქრათ ჩემზე რომ აი გოგო დგასანგენ რა ამღერებს. და შენ ადგილას ვიღაცა იმენა დაიკიდებდა მაგას და ორივეს გააკეთებდა. აი, იცი როგორ მაგალია ეს ცხოვრება? ეს ცხოვრება ეხლა მე რა ცხოვრებათა ცხოვრებას არ არის ჩემი ცხოვრება. ის იყო ჩემი ცხოვრება. იქ მყავდა მე მეგობრები. ის იყო მთელი ჩემი 35 წელი რასაც ვაკეთებდი, ის იყო ჩემი ცხოვრება და უცებ რომ ამ ცხოვრებით აღარ ცხოვრობ და აღარ მაქვს ამ სფეროსთან შეხება, აღარ მაქვს ამ ხალხთან შეხება, აი და რომ ეს გავაანალიზე შარშა რომ აი უცებ გავაანალიზე, აი დამანგრია, მორალურად დამანგრია და ეხა უფრო და უფრო კიდე უფრო ვინგრევი იმის გათვითცნობიერებით, რომ მე ცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომ აი ხალხმა არ იფიქროს, რომ აი იმ ადამიანს, რომ ჩემი იმედი აქვს, რომ მე იმ ადამიანს შულს უპოვი და ის ადამიანი რო ჩართავს Facebook-ზე ჩემ ლაივს და მე ვდგავარ სადღაც კარაოკეში და მღერი, იმან არ იფიქროს, რომ მე იმის იმედს ვერ გავამართლებ და იმან არ იფიქროს, რომ მე რადგან აი სადღაც ვარ წასული და ვცეკვავ, რომ მე არასერიოზული ადამიანი ვარ. და ამის გამო მე მიწევს აბსოლუტურად სხვა ადამიანის ცხოვრების ცხოვრება, რაც აი მართლა აი კაი რა. ხო. ეს ძალიან რთულია. ძალიან რთულია. აი რაღაც შეიძლება რომ ეს მე რთვლიდა რომ რაღაც ჩემი მისია არის რომ ეს აქ ვიყო და იმას ჩამოვშორდი, იმიტომ რომ აქ რაღაც ადამიანების ხო ესია, აი ხა ნახე მე ათენში ვიყავი ხა დედებთან მქონდა შეხვედრა. 2 თვის წინ და მე გავიცანი გოგოები და იმ გოგოებმა წაგვიყვანეს რაღაც ღამის კლუბში, ნუ თქვა კლუბი არ იყო, რაღაცა ლაუნჯი რა და ნუ იქ წევდით, მაგრამ ძალიან გავერთეთ რა ქართული გოგოები წაგვიყვანეს და ვიღაცები წერდნენ რომ შენ მან რისთვის ხარ წასული. უყურე. ანუ მე საქმე დავამთავრე უკვე მოვრჩი. ყველაფერი გავაკეთე, მოვრჩი, აღარვისა შეხვედრა, აღარვისა არაფერი საქმე აღარ მაქვს, ერთი ღამე მაქვს დარჩენილი სანამ გამოფრინდები და იმ ღამეს შენ მან რისთვის ხარ წასული. ხო და აი მან
მივხვდი რომ ბიჭო, ანუ მე თუ შენ საქმეს ვაკეთებ და შენ არ გიშლი ხელს და მე არაბის დისკომფორტს არ ვუქმნი. შენ რატო წუხდები მე იქ საქმის დამთავრების მერე რას გავაკეთებ? კლუბში წავალ თუ რესტორანში წავალ თუ ბარში. შენ მაგით რატო წუხდები? შენ გეხება ეს ძალიან მერე? ძალიან. ხო, მეხება, ხო. ხო, რო არ გეხებოდეს მე მგონი მთლად ეგრე არ იქნებოდა. და ამიტომაც არ დავდივარ რა, არსად არ დავდივარ. ხო და ეხა უკვე მე ესე არ შეიძლება მთლად. ანუ შენ მაშინ სხვისი აზრის გავლენის ქვეშ ხარ მუდმივად. ხო. აი გეშინია რომ იმან ახლა ესე რომ დამინახავს ვაიმე რა სიტყვის და ამიტომ არ გავაკეთებ და ეგრე დიდხანს მე მგონი ვერ გაკაჩავ. ხო და ვეღარ ვკაჩავ. აი მე დასრულდეს. ძალიან მიყვარდა კლუბური ცხოვრება, აი რაიონის კლუბებში და სულ და ეხლა დაგინახონი იქ ალბათ აი მაგას წარმოიდგინე ხო და აი ბოლოს 5 აი ახალი გაკეთებული ქონდა ჯგუფი და თორე შეს მე ჩემი ჯგუფის გოგოები ვიყავით ღამის კლუბში აი წარსულები და უცებ შევდივარ სამიფრაში და მესმის ჩემი მეგობრის კივილი ანუ რიგია რა საჭიროა და მე შევედი და ეს ანუ მეთქი გამოვარდი მეთქი რა ხდება და ვიღაცა გოგო ანუ ჩვენ შორის იდგარდი გოგო რომელიც შემომყვა საფიფარიშოში ვიდეოს მიღებდა რა და ნუ ამან დაანგრია ყველაფერი შენ ხო ანუ რას საკეთებო და მაგის მერე მე აღარ ყოფილვარ ეს ხალხი გამაგიჟებს ხო და აი ხა ცოტას ვიღებ ვაპარებ რა კი უნდა შეაპარო სანამ შენ თვითონ ამათ არ გადალახავ მგონია რომ ხო იცი რაზეც ფოკუსირდები სულ ეგენი ხდება გზად და ცოტა რომ აღარ მიაქცევ ყურადღებას და შენ თვითონაც ამოისუნთქავ მე რა სხვა ორი თვის წინ იყო სახის კონცერტი და ძალიან დიდი ხანია არავის კონცერტი და წავედი სახის კონცერტზე შენ არ იცი ეს შემთთვის რას ნიშნავდა ანუ ესეთი ბედნიერი ბოლოს როდეს ვიყავი მართლა არ ვიცი იმიტომ რომ სახე მაინც შეიმბავშობა სახის კონცერტზე დეჩას მივყავდი ხოლმე მანქანი და გარეთ მელოდებოდა რომ ნერვიულობდა და ანუ მე არც ერთი კონცერტი არ მქონდა სახის გამოტოვებული არც ერთ დათო ფორჩხიძე იყო ჩვენთვის აი რა ვიცი და აი ეს დღემდე ძალიან მიყვარს მაგრამ აი ეს სიმღერები და აი ეს სიტუაცია მახსენებს აი ჩემი ცხოვრების ყველაზე ისეთ ტკბილ დღეებს და ეხლა რომ ვიდექი და რომ უყურებდი ბიჭებს, აი ესეთი ბედნიერი ძალიან დიდი ხანი არ ყოფილვარ, მართლა. ხალხო შეეშვით ამ გოგოს. მიეცი წაშვალება რომ გაიარო. ეხლა ლექსები უნდა იყოს და იქ უნდა წავიდე. წადი. აი ერთი არ წასა. მოგწერო და ვიდეო რა აუცილებლად, ბავშვმა მითხრა ჩემმა რომ ლექსენის კონცერტზე წავიდე. 25-ია მეგონი ხო? ხო, და უნდა არა აუცილებლად. ველოდებით სორი დანტი. არა, აუცილებლად. ხო, ანუ რაღაცნაირად უნდა და ფსიქოლოგთან აი მის სულაზე არ გიფიქრია? არის შაშა ფსიქოლოგი. და ვერაფერი? ნახე მე შემიძლია დღეს დავდგე და ერთ აქალთან ვილაპარაკო, მეორე დღეს მეორე დაკავ და მესამე დღეს მესამე მეოთხე, აი ესე ორი თვე ვიარო სხვადასხვა დაკავთან და სხვადასხვა დაკავს ვესაუბრო ჩემ პრობლემაზე. იგივე იყო ფსიქოლოგთანაც. და ანუ დავიღალე. გესმის, ანუ ფსიქოლოგთან ხო იმიტომ მიდიხარ, რომ უკეთესად იგრძნო თავი, რაღაცა რჩება მიიღო და რო გითხრას, რომ ესე იზამ, ესე იქნება, აქ წახვალ, ესე მოხდება, აი რაღაცა და დავიღალე ამ ლაპარაკით. კაცო და წამოვედი რა, ანუ რო ხვდები რომ ის რა ქვია. ხა რო ხვდები რომ აი ხოთი წუთაკშა ის რო გიყურებს რა. აი მარტო იმენ ფულის. აი ხო, ნუ ყველა ეგრე არ არის, მაგრამ კარგად უნდა გამოძებნო. რამდენიმე ფსიქოლოგთან მივედი, რამდენიმე ფსიქოლოგთან. ანუ სხვადასხვა ფსიქოლოგიაში სხვადასხვა მიმდინარეობს. სხვადასხვა სახის ფსიქოლოგთან მივედი და სამივე ადამიანთან ვიჯექი და ვლაპარაკობდი და დავждები და შენთან დავждები, აგერ მომისმენ ერთად ხო მომისმენ. ბოლოსკენ მივდივართ და იცი რა მინდა კითხო, თუ ქონია ესეთ შემთხვევა, რომ მოგიძებნია, დაგიკავშირებია ერთმანეთის ოჯახები და მე გიფიქრია, რომ ჯობდა ესენი არ შეხვედრილიყვნენ ერთმანეთს. აი ახლა გვაქვს ეგეთი მდგომარეობა და არ ვიცი რა უნდა ვქნა. აი თქოს უპოვეთ დედა, მაგრამ ეს დედა გვემუქრება, ანუ დაუკავშირდით ჯერამდე და ეს დედა გვემუქრება, რომ უთხრათო რომ მე მყავს ბავშვი გაშულებულიო, გამოგაჭენებთ, გიჩივლებ, დაგწვავთ და იმასაც დავწვავ. ანუ ნახე, ერთი მომენტია რომ მე თვითონ ხო ვიცი რას გუწევ, როდესაც ვეცებ და არ ვიცი ვინ არის და ამ გოგოს მდგომარეობაში მე რო შევდივარ, ესე ვერ შედის, იმიტომ რომ მე ვიცი სიმართლე და ვერ ვეუბნები. და აქეთ დგას ქალი, რომელიც ესე გვემუქრება და ემუქრება თავის ბიოლოგიურ შვილს და ზუსტად ვიცი რომ გამკეთებელი, იმიტომ რომ გავიკითხეთ სოფელში მის შესახებ, ნუ გითხრას რომ ანუ ჯობია, მართლა ქვევით ჩაკოლავს ეს ქალიო, მაგრამ თან მეორე მომენტია რომ ამ გოგოს რომ
ვუთხრა და მივიდეს და იმ ხალმა ხვები რო ესროლოს მართლა, იმიტომ რომ ერთი შემთხვევა ქონდა გოგოს ფოტოებისა და რომ დედა იპოვა და დედა მისმა დაკაბინა. და ანუ მართლა ადამიანები მართლა იკბინებიან. გოგოს ედო ჯგუფში დედას მიაგნო, კარზე დააკაკუნა და ხალმა რო გააღო, ვიმძაიბდა დედა მე ვარო. და იმ ხალმა კაი მომუკეთა, ამან ხელი ჩაუზო და ხელზე ეს დაკაბინდა, რომ ქმარი იყოს, მართლა. ქმარი იყო სახში და ქმარს რო აი იმდენად გამწარდა რომ მისი ეს ცხოვრების საიდუმლო ქმარს არ გაიგო რომ დაკბეინა შული და დაკეტა კარი და ის გოგო იდგა დაკბენილი და ეხა მე ხო ვიცი რა შეიძლება მოხდეს და მაგიტომ გოგოს ვერ ეუბნები რომ იმან რამე არ დაუშაოს მაგრამ მეორე მხრივ ამბობ უკაცობ სრულწლოვანია და აქვს უფლება და როგორც აი ჯერჯერობით ამ ეტაპზე ჯერჯერობით მოკეთ ვაწარმოეთ მოლაპარაკებებს ამ ქალთან რომ როგორღაც უბრალოდ შეხვდეს ან დაურეკოს ან რაღაცა უთხრას ტელეფონით იმიტომ რომ ვეუბნები რომ მე ამ გოგოს ვერ დავუმალავ იმიტომ რომ მე თვითონ ვიცი რომ რას წინშავს როდესაც პრობლემებს ეძებ და ვიღაცა მის არ გეუბნება მე ამას ვერ გავაკეთებ თქო ან შენ მაინც აპირებ დაუცილებლად მაგრამ იცი რომ დიდი სკანდალი შეიძლება მოყოს ამას და აი ამ ძალიან ძიმე ამბებისგან შენ მე როგორ უმკლავდები ესეთ ძიმე ამბებს აი რო ილექება ეს ყველაფერი არ ილექება რა არ ილექება. არ ვიცი, მგონი ცოტა მართლა რაღაც პრობლემები მაქვს ფსიქოლოგიურად. ანუ ეს ახლოს არ უშვება, ალბათ? ხო, ეგ კაი, აი როგორც ექიმები რო არიან, ხო, ყველა პაციენტის ის რო გაიგოს, გაგიჟდება. ანუ თავიდან ძალიან განვიცედი, ვტიროდი, ვნერვიულობდი, ბაი, მე რა ვქნა, როგორ ეხლა ვუყურებ ძალიან ისეთ სივად ამ ამბავს რა, როგორც საქმეს, რომ ეხლა მანამდე ამ გოგოს მდგომარეობაში ვყოფილიყო, მოკლებოდი ტერილით, იმიტომ რომ ძალიან განვიცედი. ეხლა ვუყურებ ძალიან პრაგმატულად, რომ ამ გოგოს უნდა ვუთხრათ, მაგრამ ძალიან ამ გოგოს ვეტყვით, ამ ქალს უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ და სიმართლე და თავისუფლება არ გვაქვს, რომ ამ ქალმა როგორღაც თავისუფლს გააგებინოს. ძალიან ისე ვუყურებ, ანუ აღარ ვუშვებ, იმიტომ რომ გავრეკე რა, ერთი პერიოდი, ნუ ძალიან ნერვიულობდი და ზავტიროდი, ყველა ბავშვის ისტორია დედები რომ მირეკავდნენ შვილებს რო ეძებდნენ იმ მდგომარეობაზე ვტიროდი ძალიან ცუდად ვიყავი რა. მე ერთიანად ამოუშვეს ყოფილი და ეხლა ძალიან ისეთი გონებით ვუყურებ, რომ თუ რაღაც ისეთი განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, იმდენად ახლოს აღარ ვუშვებ. მე გისურვებ რომ შვიდად და ისე იყო ყნარად ეს არის ყველაზე მთავარი და ბოლოს ესეთი ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი. აგერ ამოვიყებ ხა რამდენიმე შოკოლადს და დააგემოვნე რომელიც გინდა და მითხარი აი შენთვის რაღაც რა ასოციაცია წამოიყო ასევე ფენკეიკიც არის უშაქრო მე ფენკეიკი ძალიან მომწონს სხვათა შორის ეს ადიყინება? სპარი, ფრესკო, აგროჰაბი და ევროპროდუქტი. არის ძალიან გემრიელი. მაგრამ აი თანამედროვე პანკეიკის გემოაქვს. კი. მაგრამ ძალიან კაია, ქენად შევჭამე. No sugar added. ეს უნდა წავიღო და ეს უნდა ეს პარკი უნდა წავიღო და ეს უნდა ვიყიდო 200 და ავყარო რომ ღამე რომ გამოღვიძება და რომ მედიბად ყბილი ეს ვჭამო, მართლა? ხო და აი ბომბარი ჩუქლის. აი ამ სასაჩუქრე ყუთს და არის სხვადასხვა ნაირსახეობა და შეგიძლია დააგებოვნო. მადლობა მოკლედ ამუნა რომ იყავი ჩემთან. იმედია მოგეწონა. კარგად ვისაუბრეთ და წარმატებებს გისურვებ. ჭამით დაგეშინდებით. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა კარგი საუბრისთვის. ძალიან მიხარია რომ ჩვენი საუბარი წავიდა იქითკენ, იმიტომ რომ როცა სტუმრად მივყავარ ხოლმე რომელიმე პოდკასტ გადაცემასა სადმე როცა მივდივარ, მივხვდები იმისა რომ ეხა მანამდე ტელევიზიაში მუშაობდი 20 წელი და ყოველთვის სხვადასხვა თემებზე საუბრობდით. ბოლო 8 წელია, როდესაც მეძახიან ჩვენი სასაუბრო თემა არის დედა. ოღონდ ახალს არაფერს არ ვამბობ. იმიტომ რომ გადაწყვეტილი მაქვს რა ვიცი. და ერთი და იგივეს ვატრებდი უკვე იმდენად ყელშია რომ აი ხოდა ძალიან მიხარია დღეს სხვა თემებზე რომ ვისაუბრი შენ გაიხარე. შენ გაიხარე, მეც ძალიან ასიამოვნები ვარ და მოკლედ მადლობა შენ. მადლობა. მაშასე თამუნა მუსერიძე იყო ჩემი სტუმარი, თქვენ მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.